იტალიაში ერთკვირიანი ყოფნის შემდეგ ვაგზელებთ გზას შვეიცარიისკენ. გუშინ იქცეოდა ქვეყანა და დღეს ისეთი მზეა, რომ ლამიც არ გავიძროთ სულ ყველაფერი. 2 საათის გზა დაგვრჩა შვეიცარიამდე. იტალიურად უნდა დავლიო ესპრესო, ეს ესვამენ. ერთი ყლუპია ზუსტად. ძალიან ლამაზ ჭიქაში მოვიდა. აღოდ ერთ მოყუდებაზე სვამენ და მე არ შემიძლია. 5 ევრო ვიპოვეთ. შემოვედით მილანში და ისეთი რაღაც მოხდა რომ რა ვიცი 75 ევრო გადავიხადეთ გზაში. ვიკიბლებ. ძალიან მომეშალა ნერვები. ქვეყანაში შემოსვლა და მაგში შემოსვლა ერთი იყო. ფასები. ორმაგი ბიგმაკი ღირს 9.70, რაც არის სადღაც 11 ევრომდე. მარტო ბურგერი. რა ამბავია. ეს არის ვეჯი, ორმაგი ბიგმაკი, соуსი და ფრი. ნაყინი ავიღე ნუტელათი. ხოლოდ დროებით აქვთ. ეს ახლა ვეგეტარიანული არა, გემრიელად გამოიყურება. ფენი ცხოთა შორის. გემრიელი იყო, მაგრამ მე პირადად სლოვენიის მერჩევნია. ლუგანოში ჩამოვედით და ულამაზესი ხედია. იქით არის ლუგანო პარადისო ცენტრი. მე რა სუფთა წყალია პორტში. შვეიცარია რა ეტყობა. ყველა გადახდის დროს მაგრად მეშინია შვეიცარიაში. ბულვარში ვნახეთ ესეთი კაბინა, რომელშიც არის წიგნები. შეგიძლია შეხვიდე და წაიკითხო. რა მაგარია. ფასიან გზაში გადავიხადე 75 ევრო. შესვლისას ბარათი არ მომცა და გამოსვლისას მთლიანი იტალიის გზის ფული გადამახდევნეს, რადგან არ იცოდნენ სად შევედი. პარკირებაში გადავიხადე 2 ევრო. შვეიცარიაში ძალიან მაგარი მანქანები დადიან. Bentley. მართალია ბნელა, მაგრამ ქალაქის სილამაზეები მაინც ჩანს.